ღმერთის გარეშე ღმერთს ვერ გაიგებ, გესმით? ღმერთის გარეშე ღმერთს ვერ გაიგებ. აი როგორც მაგალითად როგორ ხედავთ ადამიანი, ხო? აი როგორ ხედავ მე ხლა აი ამ ქვას, კანკელის ქვას. ეს ქვა სინათლეს ასხივებს და სინათლე ხდება ჩემს თვალს და მე ვხედავ, მაგრამ ეს სინათლეც ღმერთის მოცემულია, ხო ეს სინათლეც ხო ჩემი არ არის. ანუ სინათლე, რომელიც ღმერთმა მომცა, ამ სინათლით ვხედავ მე სინათლეს, რომელსაც ირეკლავს ეს ქვა. ღმერთის გარეშე ღმერთს ვერ დაინახავ. და აი აქ არის სწორედ აი საიდუმლოება ადამიანის გადარჩენისა, როგორი სიბრძნე და სიფაქიზე ჭირდება ადამიანს, აი ესე ცოდვილ ადამიანს, რომლისათვისაც შეუძლებელია სასუფეველში ყოფობა, რომელიც მზაკორობს თვით ახსარების დროსაც კი და ლოცვის დროსაც კი, როგორი სიბრძნე და სიფაქიზე ჭირდება ადამიანს, რომ ღმერთი, რომელთანაც მას კავშირი არ აქვს, სწორედ ღმერთით დაინახოს ღმერთი, ნათლითა შენითა ვიხილეთ ჩვენ ნათელი, ფსალმონის სიტყვები ხო გახსოვთ? ეს არის განსაცვიფრებელი ღვთისმეტყველება. დავით მეფსალმუნე ევედრება ღმერთს ფსალმუნებში, ნათლითა შენითა ვიხილოთ ჩვენ ნათელი. ბიჭო, თუ ნათლის ხილვა შემილია, ესე იგი შემი და თუ არ შემი ლოგიკა გინდათ ახსნა, არ შემიძლია მე ეს ახსნა. და აი აქაც ეს არის ჩემთვის мотиваცია პირადით, რომ ვერ ხსნი, თუ ღმერთის ხილვა შემილია, ესე იგი შემილია და პრობლემა რაღაცაა და ღმერთის ხილვა რო არ შემილია და ღმერთით თუ რომ უნდა დავინახო ღმერთი და თუ არ შემილ და გავიჭედე. რა ვქნა? ნათლითა შენითა ვიხილე მე ნათელი, თუ შენ ნათელს ხედავ, შენს გხედავ და თუ შემილია შენი ნათლის ხილვა, ეს კი კარგად ყოფილა ჩემი საქმე და რო არ არის კარგად და ლოგიკა არ მუშაობს. აქ მუშაობს საიდუმლოება. ეს არის ზუსტად ის საიდუმლოება, რომელსაც ადამიანის ქრისტიანად ყოფობა ქვია. ადამიანის ქრისტიანად ყოფობა ეს არის არა კაი ბიჭობა ჩვენი და რაღაც, არამედ საიდუმლოება და თუ ოდნავ მაინც განგვიცდია ღმერთის გულზე შეხება, უნდა დადუმდე ისეთი საიდუმლოება ხდება შენში და რა განკითხვა, რა გაბრაზება, რა ყოყლოჩინობა, რა სხვისი ზემოდან მენტორული ტონით ესე იგი დამოძღვრა, საერთოდ გაჩუმდები, საერთოდ ყმას არ ამოიღებ. რა ესე იგი სხვის ცხოვრებაში ჩარევა რო იცი, ესე კი არა, ასე უნდა ქნა. რა ჩემი საქმეა? ჩემში რა ხდება ის ვერ გამიგია, ერთადერთი ის შემიძლია ვთქვა, რომ ხელები აღვაპყრო და მადლობა შენ დაუფალო, მადლობა შენ დაუფალო. მეტი არაფერი. იმიტომ რომ ღმერთი განვიცადე და ეს როგორ მოხდა? ჩემნაირ ნაგავში წარმოდგენა არ მაქვს და მე მაქვს უფლება ახლა შენ შეგხედო და შენ რაღაც არ მომწონს ხარ, ხო იცი? რაღაცა ვერ ხარ ისე როგორც საჭიროა. არ ჩემი აზრები არ მომწონს. ასე კი არა, ისე კი ვინ მეკითხება? ვინ?